სალამი. გამარჯობა. ხო, ანუ პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ არ გებრძვი, პირიქით შენიანი ვარ. არა, მე არ ხო, არა, ანუ მეც მართლმადიდებელი ვარ და პირიქით ეხა უფრო ვაღიარებ, ასე ვთქვათ, რომ ეხა დავიწყე რაღაცების ძიება. და ხო, ანუ ხო, მიხვდებოდი. უბრალოდ აი ეხა რა მინდა რომ გითხრა, დარწმუნებული ვარ, რომ შენ ანუ ალბათ სხვა ვიდეოებში ისაუბრე კიდეც ან ახსენი ეს საკითხი, მაგრამ ბოლოს აი რაც მე ბოლო პერიოდში შემოგიერთდი და დარწმუნებული ვარ, ბევრი არის ჩემნაირად. და მათთვისაც ალბათ გაუგებარი იქნება ის, ანუ მე კითხვას იმიტომ გისვამ, რომ მინდა რომ ისე თქვა, რომ ყველამ გაიგოს. ანუ მე შეიძლება ეს კონკრეტული მომენტი ვიცი წავიკითხე, მაგრამ აი მაგიტო გისვამდი ზეღარ, რომ პლუს რჯული თქვა, ანუ რჯულში უფრო გულისხმობდი იმ საქმეებს. აი გეტყვი ხა და ერთმა ადამიანმაც დაწერა, რომ ანუ მაშინ რა გამოდის, რომ ჩვენ ხა რამდენიც გვინდა იმდენი, ანუ უნდა შევცოდოთო და ვცოდოთო და ჩვენ მაინც ეგურწმუნობა. ხო, ანუ ხო, ანუ ხომ არ არის ესე რწმენა საქმის გარშემო. მოდი, მე მსჯელობას გაგიმარტივებ. აღარ სოდავს ვინმე? აქ არის ვინმე ისეთი, ვინც აღარ სოდავს? ხო, მაგრამ ანუ რა უნდა იყოს ის რაღაც? ყოველთვის აიცოდე, ანუ თუ მიიღებ მაგ რწმენას, ქრისტეში გადარჩენის რწმენას თუ მიიღებ, ყოველთვის მაგას წააწყდები, რომ ადამიანები მაგას შეგეკითხებიან, რომ მოიცა აბა ქრისტეთი, აბა ცოდვა ვაკეთოთ რაც გკითხე. არ აკეთებენ, ასაც უნდა აღარ ცოდავენ. აი ყოველთვის კითხვა შეატრიალე მაგ დროს, აი ყოველთვის იცოდე რომ ეგ გააკეთო. იმიტომ რომ მაგას თუ იტყვიან რომ აღარ სოდავენ, იქეთ უწერიათ რომ მაშინ ცრუები არიან. ნახე? და იქეთ უწერიათ პავლე მოციქული ამბობს, კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მოციქული ამბობს. მეშვიდე თავია რომელთა? პავლეს დაწერილი მეშვიდე თავი. და ნახეთ ემ რა არის? ეგ შეატრიალე ხოლმე. ადამიანი რომელიც ამბობს, რომ თუ ქრისტეშია გადარჩენა, მაშინ ადამიანი სოდავს და ეგრე არა, პირიქით, ანუ როცა ადამიანი მაგ თავისუფლებას და ქრისტეს მიერ გადარჩენას იღებს, პირიქით ეგ ათავისუფლებს, პირიქით და არა ის, რომ აი ეს ქნა, ეს არ ქნა, ეს ქნა, ეს არა, ეკონოდა ფარისევლებს. და ფარისევლები ეს სიბოროტე ყველაზე მაღალ, ანუ ზენიტში ყველაზე მეტად მაგათი სიბოროტე იყო, ანუ გოლგოთაზე ყველაზე კარგად ხო ეგ ჩანს. აი მე მაგალითს მოგიყვანა, ნახე ეს არის. ქრისტეს გარშემო არიან რამდენიმე კატეგორიის ადამიანები შემოყრებილი. რამდენიმე რატო გეუბნები, იცი რომ რეალურად არიან ორი კატეგორიის ადამიანები შემოყრებილი, მორწმუნეები და ურწმუნოები. მაგრამ ეხლა რო გავამარტივო ადამიანურად რადგან ვშელობ, დავყოთ რამდენიმე ნაწილად. მაგალითად ქრისტეს გარშემო იყვნენ მეძავები. ხო იყვნენ მეძავები, ხო? აი რამდენი მაგალითია ქრისტემ უთხრა, მიგეტევა წოდები, წამოაყენა, ვინც უსოდველია იმანესოს გეპატია, გაუშ. მეძავებმა აცვეს ქრისტე ჯვარს? არა. ანუ მეძავებს ქრისტე ჯვარს არ უცვიეთ, ხო? ქრისტეს გარშემო კიდევ ვინები იყვნენ? მკვლელები, ყაჩაღები, ქავაზაკები რო იყვნენ. მკვლელებმა და ყაჩაღებმა აცვეს ქრისტე ჯვარს? არა. მოისა ქურდები, ეგენი ხო არ იყვნენ. მე კიდევ ვინ იყვნენ ქრისტეს გარშემო? მაგალითად ქრისტეს გარშემო იყვნენ მატყუარები, აი პეტრემ რომ მოიტყუა სამჯერ რომ მე არ ვიცნო მაკაც ყევლით და ფიცით. პეტრემაც ვაი ესო ჯვარს? არა. და კიდე სხვადასხვა კატეგორიის ცოდვილები, სულ მოკლეობა ის მაგათმა აცვეს იესო ჯვარ. არა. ვინაცვა იესო ჯვარს? აი ყოფითი გაგებით გეკი. ყველას გვაქვს წვლილი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი ცოდებისთვის ეცვა. მაგრამ ყოფითი გაგებით, აი პირდაპირ ვინაცვა ჯვარს იესო. იესო ჯვარს აცვა კარგმა ხალხმა, ჭყალებში, კაი ტიპებმა აცვეს ჯვარს იესო. კაი ვინიც იცავდა იმ წესებს? წავდი ფარისევლს რო კითხავდი, ცოდვილი ხარ, არას გეტყოდა რომ არა. აი რატო გეტყოდა იცი? ცოდავ შენ. არა, მე არ ცოდავ. ანუ თუ ასრულებ იმ წესებს, რაც ასრულებდა, მართლა ასრულებს. საქმე იმაში არ არის რომ არასრულებს და იტყუება და იქ რამე თვალთმახცობა, არა ასრულებს. საქმე არის მაგაში რომ თავისი წესების შესრულება, ეგ მაგ წესების შესრულება აქვს გაღმერთებული და ქრისტემ რაც სტანდარტი დადო, ანუ რაც თქვა რომ თურმე რაშია საქმე. აი ცოდვა რა არის? ეგ სხვათა შორის მე რო თავიდან ბიბლია რო წავიკითხე, მე მაგას არ ვკითხულობდი როგორც ქრისტიანი, ანუ რადგან როგორც ათეისტმა ეგრე წავიკითხე ბიბლია.
ჩემთვისაც სრულიად გაუგებარი იყო ეგ პრინციპი, რომ აი თქვენ იცით არ იმრუშო, მე გეუბნებით თქვენ ვინც ქალს ნდომით შეხედა, უკვე იმრუშა თავის გულში. ეგ რო წავიკითხე, აი დედასთვის ვარ, მაგ წაკითხვის მომენტში, სხვანაირად როგორ შემეხედა ესე ქალისთვის, არ ვიცი, აი რას გულისხმობდა ეგ სიტყვები ვერ მივხვდი, საერთოდ ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ანუ მე მივხვდი, სხვათა შორის მე საერთოდ ცოდვა რას ნიშნავდა, ანუ აი რა იყო და მივხვდი რომ რა იყო თურმე უსიყვარულობა და ანუ თემა ის არის რომ ამ შემთხვევაში აი პავლეს სიტყვებს პავლეს იმას წაგიკითხავ მესამე თავზე მინდა რომ წაგიკითხო პავლე ამაღას ქადაგებს რომ ანუ ჯულის საქმე მე მინდა რომ მეორე თავი წაეკითხო იაკობის რწმენა საქმის გარეშე მკვდარია შეხედე ანუ მე წაკითხული მაქვს ისა ნახე შეხედე იაკობის წიგნში ანუ მან არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ანუ რაღაცები ისა რა ქვია კონტექსტი ვიცოდეთ ნახე ანუ შენ რწმენას ანუ აბრაამს რო რწმენა აბრაამის რწმენა რო დაინახეს ხალხმა მაღაზე იაკობი ხაზს უსვამს რომ რანაირად დაინახეს აბრაამის რწმენა ადამიანებმა აი საიდან ვიცით ჩვენ რომ აბრაამი იყო მორწმუნე აი საიდან ვიცით ჩვენ რომ აბრაამი მორწმუნე რო იყო ეგ ვიცით იქედა რომ აბრაამმა ღმერთის წყალობით რაც გააკეთა და ღმერთს რომ მიენდო და მე როგორც განვითარდა მოვლენები მახედავ ვიცით მაგრამ აი წარმოიდგინე ახლა ანუ აი ავაზაკი რო გაქრისტიანდა აი მაგალითად რომ მიიღო ქრისტე ეგ რო არ დაეწერა מחარებელს აი ჩვენ გავიგებდით რომ ავაზაკი მორწმუნე იყო ავაზაკის მორწმუნეობას ჩვენ ვერ გავიგებდით რატო ვერ გავიგებდით ავაზაკის მორწმუნეობას ვერ გავიგებდით იმიტომ რომ ავაზაკს საქმის გაკეთების შესაძლებლობა სიცოცხლეში არ მიეცა ანუ ავაზაკს კარგი საქმეები არ ქონდა გაკეთებული ანუ კარგი საქმე არ გაუკეთებია ანუ კარგი საქმე იდეაში აი ამ საქმეში ახლა კარგი საქმე ანუ ყველაფერი ღმერთის გამოდის რა თქმა უნდა ესე ცალკე დამოუკიდებლად არ არსებობს მაგრამ ანუ რწმენით გადარჩა ხო ანუ აბრაამიზე პავლე რას ამბობს რწმენით გადარჩა საქმით არ გადარჩენილა აბრაამი ანუ ეგ ტყუილია რომ რწმენით და საქმით გადარჩა აბრაამი გადარჩა რწმენით მიენდო და მაგ რწმენით გადარჩენის პროდუქტი იყო ამ შემთხვევაში საქმე და აი წაგიკითხავ მაგას აი პავლე ეხება მაგას ნახე ანუ ჩვენ ხო ვიცით რომ წინააღმდეგობა არ არის წერილში და ვერ იქნება ვერასდროს ანუ ეს ხო არ არის რაღაცა ისა რა ქვია წინააღმდეგობის შემცველი წიგნი რაღაცა ფილოსოფიური ნაშრომი ჩვეულებრივი ხო არამედ ეს არის წინა წერილი რაში წინააღმდეგობა არ არის და მე მესამე თავს წაგიკითხავ და ეს აი გახსოვდეს კონტექსტი და მე შენ თვითონაც გადახედე ამას მას რა არის იუდეველების უპირატესობა ან რა სარგებელია წინდაცვეთილობაში დიდი უპირატესობა ყოველნაირად უწირანეს ყოვლისა კი იმით რომ მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვა მერე და რა თუ ზოგიერთი იყო ერთგული განა მათი ორგულობა გააბათილებს ღვთის ერთგულებას არამს და არამს ღმერთია ჭეშმარიტი ყოველი ადამიანი ცრუ როგორც წერია რათა გამართლეს შენი სიტყვებით გაიმარჯო შენი განკითხვისას ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გამაორჩენს ღვთის სამართლას რაღა გვეთქვის განა უსამართლოა ღმერთი რომელიც მოავნეს რისხვას ულაპარაკობ ადამიანურად არამს და არამს სხვაგანად როგორღა განიკითხოს ღმერთმა ქვეყნიერება მაგრამ თუ ჩემი სიცრუით გამრავდა ღვთის ჭეშმარიტება მისადიდებლად რაღაც გავსამართლე როგორც ცოდვილი მას ხომ არ ვაკეთო ბოროტი რომ კეთილი გამოვიდეს როგორც ზოგიერთი ავსიტყვაობენ ჩვენზე პავლესაც ქონდა ეს პრობლემა აი ხა შენ რასაც ლაპარაკობ სხვადასხვა ადამიანები რომ მაგას გეტყვიან ეგ პავლესაც ეუბნებოდნენ მაგას ანუ ეგ იცოდე პავლე როცა გადარჩენაზე მას ხომ არ ვაკეთო ბოროტი რათა კეთილი გამოვიდეს როგორც ზოგიერთი ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ რომ თითქოს ამას ვასწავლიდეთ ჩვენ სამართლიანია მსჯავრი ასეთებზე მას რა გვაქვს კი რაიმე უპირატესობა არავითარი რადგან უკვე გამჩნდეთ რომ იუდეველების და წარმართის ცოდის ქვეშ არიან როგორც წერია არავინ არის მართალი არავინ არის გონიერი არავინ ეძებს ღმერთს ყველამ გადაუხვია უსარგებლონი გახდნენ არ არის სიკეთის მქმნელი არ არის არავინ მათი ხორცი ღია სამარეა ენებით სრულობენ მათ ბაღებზე ასპიტის გესლია მათი პირი წყევრით და გესლით არის სავსე მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასახვევად გრევა და უბედურებაა მათ გზებზე და არიცია მშვიდობის გზა ღვთისშვიში არ არის მათ თვალწინ ხოლო ჩვენ ვიცით რომ რასაც რჩუ აი ხა ამ ყურადღებით მომისმინეთ ყველამ აი 124 კაცმა აი გონება დაძაბეთ ყურები აი ისა გაახილეთ და აი ყურადღებით მომისმინეთ ხოლო ჩვენ ვიცით რომ რასაც რჯული ამბობს რჯულის ქვეშემდოვთათვის ამბობს რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი ქვეყნიერება დაემქვემდებაროს ღვთის სამჟავროს რადგან რჯულის საქმეებით ვერც ერთი ხორციელი ვერ გამართლება მის წინაშე ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა რჯულით რა ხდება გამართლება არა რჯულით შეიცნობა ცოდვა ხოლო ახლა რჯულის გარეშე გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელზეც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი. ანუ ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არსებობს განსხვავება. ვინაიდან ყველამ შესწოდა და მოკლებული არიან ღვთის დიდებას და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლი, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევებით
ღვთაებრივობის გზით, რომელიც ითმენდა ღმერთი, რათა ახლა ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რომ ის არის მართალი და იესოს მორწმუნეთა გამამართლებები. მას სადღაა დასაკვეხნი. გამოირიცხა, რომელი რჯულით, საქმეთა რჯულით, არამც და არამც, არამედ რწმენის რჯულით. რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი რჯულის საქმეთა გარეშე. განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია და განა წარმართების არ არის? დიახ, წარმართებისაც არის. ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართებს წინდა თოთლს რწმენის გამო და წინდა უცვეთელთ რწმენით. მაშ რწმენით ვაბათილებთ ჯულს, არამც და არამც, არამედ ვამტკიცებთ მას. რატო ვამტკიცებთ მას? იმიტომ რომ ჯული და წინასწარმეტყველები რა შვება? ქრისტეთი გადარჩენას წინასწარმეტყველებს, ქრისტეს წინასწარმეტყველებს. და მეოთხე მუხლი, ნახე, აი ხა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი მაგაზე ვინმე თუ შემოგედავება, ამას წაუკითხავ და ანუ თუ რამე ლოგიკური აზროვნების უნარია, გაჩუნდება. შეხედე? აი დედუქციური არგუმენტის გამოყვანა შეიძლება ახირო. აი აბრაამი ახსენებს იაკობა მეორე წერილში და იაკობსაც გადახედე მერე და აი ამასაც გადახედე და აი პარალელს გავავლე. ნახე. რა ვთქვათ აბრაამმა, ჩვენმა მამამ ხორციელად მოიპოვა რაიმე? თუ საქმეებით გამართდა აბრაამი, მაშინ დასაკვეხნი აქვს, ოღონდ არა ღვთის წინაშე. ვინაიდან რას ამბობს წერილი? ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ. საქმის აღსრულებას საზღაური ჩაერთვლება არა მადლის, არამედ ვალდებულების მიხედვით. მას კი ვინც არ აღასრულებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამამართლებელი, თავისი რწმენა შეერაცხება სიმართლედ და აი აქ თავდება ყველანაირი კამათი ამ საკითხზე. მას კი ვინც არ აღასრულებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამამართლებელი, თავისი რწმენა შეერაცხება სიმართლედ, იმიტომ რომ აი ამ რწმენის ფასი არაფერი არ არის და აი ამ რეალობის მიღების ფასი არაფერი არ არის და აი ამ რეალობის მიღებას როგორც შეუძლია ადამიანის გული შეცვალოს, ეგრე არაფერს არ შეუძლია. მაგიტომ ამბობს პავლე მოციქული, რომ ჯულის ქვეშ ყოფი წყევლის ქვეშა. და აი ნახე დედუქციური არგუმენტი. რა თქვა პავლე მოციქულმა მესამე თავში? მე არ მინდა რომ რომელიმე თქვენ ვასხოვდეთ რამე დასაკვეხნი. აბრაამზე რას ამბობს? აბრაამი თუ საქმით გადარჩა, მაშინ დასაკვეხნი ქონია რამე. მაგრამ აბრაამი როგორ გადარჩენილა? ერწმუნა ღმერთი, აბრაამს ღმერთი და სიმართლე ჩაეთვალა და აბრაამს თუ რამე დასაკვეხნი ქონიაო, ეგ ღმერთის წინაშე არა, კაცის წინაშე და მაგაზე საუბრობს იაკობი, ანუ რწმენა რომელიც ანუ ჩანს ადამიანთა მიმართებაში და რწმენა რომელიც ღმერთთან მიმართებაში ჩანს და საქმე კიდე რაშია ისი რომ რწმენა თვითონ სიტყვა გამოიყენება ყველაფერზე. აი მუსლიმი გეტყვის რომ მორწმუნეა. აი იეჰოვას მოწმე გეტყვის რომ მორწმუნეა. ინდუისტი გეტყვის რომ მორწმუნეა, მაგრამ არის მორწმუნე? ანუ შენი არ არის. ანუ ხო იცი რომ ანუ ერთადერთი ჭეშმარიტი მორწმუნე არის ქრისტეს მორწმუნე და ანუ ეგ პრინციპი არის ახ წერილში ამ შემთხვევაში. კი, გავიგე. უბრალოდ აი კიდევ აი ხო შეიძლება ესე გაიგონ ადამიანებმა, თქვათ ახლა ბევრი გიყურებს. რომ რაღაცა ეს თავიანთი ის გაამართლონ და ისევ გაიმერო, აი თქვათ ვიღაცამ კაცი მოკლა და მაგრამ იწამა, თქვა რომ აი მე მწამს ღმერთის და ვიცი რომ ის მომიტევებს და კიდე წავა და კიდე სხვას მოკლავს. აი რაღაცას აგიხსნი ახლა და ეგ იცოდე რომ ანუ ყოველთვის არის ეგ პრინციპი. აი ოღონდ ჯერ სანამ აგიხსნი, ხე წერან წავიკითხე. მაშ ხომ არ ვაკეთო ბოროტი რათა კეთილი გამოვიდეს, როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ თითქოს ასე ვასწავლეთ. სამართლიანია მსჯავრი მათზე. ანუ მაგ იმას ვინც განავითარებს, ეგ არის იცოდე რომ ის ჯერ ქრისტეს არ იცნობს და გეტყვი რას გულისხმობ, ნახე. შენ რა გგონია ვინმე რო კაც კლავს? აი ვინმე რო კაც კლავს, აი გულწრფელად დაფიქრდი ოღონდ. მაგ ფიქრებშია იესოს უყვარო არის, იესო ჩემი ცოდებისთვის მოკვდა, აი ამ ღმერთმა ადამიანური ბუნება შეიძინა და ყველაზე დიდი ტანჯვა ვისა გადაიტანა ჩემს გამო და ყველაფერი მომიტევა და ამიტომ მოდი კაც მოკლავ. მაგ ფიქრში შენ გონია არსებობს ადამიანი, ვისაც კაცი მოუკლავს? არ არსებობს. მე გეტყვი რა ფიქრი? ვერ იქნება ვერა. ანუ მე გეტყვი, ანუ აზრი რომ ფიქრი განზრახვა, რომელიც წინ უსწრებს კაცის მოკლას, რა განზრახვა? აი მე გეტყვი, ჩამოგიწვი რამდენიმეს. აი მე გამიბედა ეს. ვის გაუბედე ეს? იცი მე ვინ ვარ? მე გამიბედე? ეს ერთი. პირველ რიგში ამპარტავნება. ეს ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი თუ გინდა, აი ნახე, დაჟე ეგეც აი პირიქით ყოველთვის იცოდე რომ აი ეგ ფიქრები ვისაც აქვს, რომ აი ღმერთმა მომიტევა, ღმერთმა ჩემ გამო თავი გაწირა. ეგ მაგის მიყილება და განზრახვა სიბოროტისკენ კი არ არის პირიქით. სიყვარულისკენ არის და თავისუფლებისკენ. და სიყვარული და სიბოროტე არის კონტრადიქტორული. რა თქმა უნდა ჩვენ ვცოდავთ, მაგრამ ანუ ზოგადად რო იცოდე რომ ყოველთვის იცოდე რომ სოდვას თვითონ აი ეგ ანუ ინტენციონალური ამ შემთხვევაში აი აზროვნების პროცესი წინ არ უსწრებს. აი ჩვენ პირიქით რა აი
როცა არის რომ აი გვეპარება ეჭვი იმაში მართლა გადაგვარჩინა ქრისტემ ყასმო აი ნახე დედასპიცაური ხლა ამას ანუ არანაირი სიკათული და არაფერი ყველაფერი ღმერთისგან უბრალოდ აი ერთ რამეს გეტყვი რომ აი მაგალითად მე არანაირი ეჭვი არ მეპარება რომ იესო ღმერთია აი არანაირი აი მე ვარ ზუსტად აი ობიექტურად შევაფასებ ამას იმიტომ რომ ობიექტურად იმიტომ რომ ღმერთმა იცის რომ ესეა აი რა ჩემი შეფასებით არა აი 100% დარწმუნებული ვარ რომ იესო ჩამოვიდა და მოკვდა ჩვენი ცოდებისთვის და მესამე დღეს აღდგა აი არაფერი არ არსებობს აი როგორც 2+2 4 ვარ დარწმუნებული ისე ვიცი მაგრამ აი ნახე ეშმაკი ანუ სისუსტეს ნახე ყველგან პოულობს იმ გაგებით რომ აი ნახე ყველა ცოდვა გაპატია მართლა აი დარწმუნებული ხარ ანუ ნახე კიდე რა ფიქრი მოდის ეშმაკისგან აი ეგ ერთი აი მარტივი მაგალითად ეხა ჩემ მართლა ყველა მოგაპატია იქნება რაღაცები დატო ან ყველაზე მაგარს გეტყვი აი ეშმაკი რას საკეთებს ჩემთან მიმართებაში ბიჭო შენ მართლა მორწმუნე ხარ აი მართლა გწამ შენ რატო გეკითხე ეშმაკმა ხო იცის ეხა ზუსტად ვიცი რომ იესო ეს რა ქვია ღმერთია ინტელექტუალურად ეხო იცის და ანუ ამიტომ სხვა მეთოდით მიტყვის შენ მართლა მორწმუნე ხარ კიდე რო სოდავ ანუ ისევ რომ რაღაცა ცოდებში ვარდები ცოდოში რო ხარ მართლა მორწმუნე დარწმუნებული ხარ რომ უფალმა გადაგარჩინა აი ეს ფიქრები მოდის და ამ ფიქრებს რო აყვე იცი რა მარტივია და გეტყვი რატო არის მარტივი დედასპიცა ვარ თუ ლოგიკა არიდოს ანუ ეშმაკზე აი იქ ეშმაკი რასაც ავითარებს მან მართლა არის რაღაცა ლოგიკა რაღაცა რა ქვია დამახინჯებულად იქაც ქონდა რა ქვია იმას ევა რო შეაცდინა და ადამიანი რო შეაცდინა განა მან რაღაცა ლოგიკა არისო რაღაცა მარცვალი არისო იმის რა ქვია ესა სიმართლე რა თქმა უნდა იყო იქ მარილო მაგრამ ტყუილია იმიტომ რომ მაგ დროს აი მაგისგან გათავისუფლება როგორ ხდება სიტყვით ხდება. აი ვის დაუჯერო ეხლა მე. იესომ თუ თქვა აი წყალი მისხია ეხლა ჩიქანში და უშოთ ეგერ აი წყალს მოვიდა შეგე. აგერ მქონია წყალი. პროსტა ამ წყალს ვერ დავლევ მე იმიტომ რომ 1-3 დღე აღდევს. 3 დღე ადევს და კაი დავლევ. შეხედე? აი ამ წყალზე აი ქრისტე რომ მოვიდეს ეხლა და რო თქვას რომ ღვინოა. და აი ესე გამოიყურება ისევ. აი ქრისტე მეუბნება რომ ლუკა ეს წყალი არის ღვინო და წერტილი. და ამას მეუბნება ქრისტე. მაგრამ მე დავლიე მე კიდე წყალი. და წყლის გემო აქვს ისევ და ისევ ანუ როგორ წყალი ჩანს. ამ შემთხვევაში ანუ ეს წყალია თუ ღვინოა, იმიტომ რომ ქრისტემ თქვა რომ ღვინოა და წერტილი მორჩა, ანუ მის გონებას გააჩნია ტრანსცენდენტალური პრეკონდიცია და ეგრახტას რეალობის სტრუქტურას. ქრისტემ თუ თქვა წყალზე რომ ღვინოა და ქრისტემ თუ თქვა ცოდვილზე რომ გადარჩენილია და უცოდველია და ერთი მსხვერპლშეწირვით განწმენდილია, ქრისტემ როგორც თქვა ეგრეა. და ებრაელთა მეათე თავის მე-14 მუხლი არის სხვათა შორის მაღაზია თუ იმეს აინტერესებს შეუძლია თვალი გადაავლოს. ასე რომ მანდარი ორი პრინციპი. და ხო, იცოდე რომ ცოდვას წინ არ უსწრებს ეგ ფიქრი. ღმერთმა ჩემ გამო თავი გაწირა და გადამარჩინა ეგ ფიქრები ცოდვას არ უსწრებს. სხვა ფიქრები უსწრებს. რო იცოდე ყოველთვის. არ ვიცი. ვისთვის შეიძლება ვიღაცისთვის უძღოდეს რომ აი მაინც მეპატიება რაღაც და თამამი იყოს. რაღაცა გამომდინარეობის პრინციპს გეტყვი. აი ნახე მაგალითად ხიდან ხო რკინა ვერ გამოვა. აი ნახე ან პირიქით რკინიდან აი ხიდან შეიძლება გამოვიდეს ხის სკამი ან რკინიდან რკინის სკამი მაგრამ პირიქით არა აი შეუძლებელია უბრალოდ იმიტომ რომ ანუ ის არის რა ქვია ამ შემთხვევაში ეს სრულიად ორ სხვადასხვა კატეგორიაზე გვაქვს საუბარი აი შენ ხო ვერაზოს ვერ იტყვი რომ ჭეშმარიტი სიყვარული იყოს შეიძლება იყოს ცოდვის მიზეზი გამოწვევის მიზეზი არა ხო ანუ ვერ იტყვი აი მაგიტოა რომ ჩვენთან არის მართლმადიდებლობაში რომ ვინმე თუ იტყვის რომ ღმერთმა შექმნა სიბოროტე ეგ არის ღვთის გმობა ანუ ვინმე თუ იტყვის რომ ღმერთმა შექმნა სიკვდილი ეს არის ღვთის გმობა რატო არის ღვთის გმობა და რატო ითვლება ღვთის გმობა გვეთვლება ეგ იმიტომ რომ ღმერთი არის ყოვლადი სიკეთე ანუ ყოვლადი სიკეთე თქმის ყველაფერს ცუდის შექმნა ღმერთს არ შეუძლია აი ღმერთს არ შეუძლია რომ მოიტყოს პავლე წერს მაგ სიტყვას პირდაპირ იმიტომ რომ შეუძლებელია აბსოლუტური სიკეთე და სიბოროტე გამოვიდეს ეს არის 3 კუთხეს ხოდეს 4 კუთხე გამორიცხული წინ ზოგადად სიბოროტეს უსწრებდეს რამე კარგი ანუ რამე კარგი იყოს სიბოროტის მიზეზი ეს არ ხდება არა ანუ პირიქით რა ანუ სიბოროტის მიზეზი არის თვითონ სიბოროტე რო იცოდე რა ყოველთვის და რა კარგია ანუ შენ ამბობ რომ გამორიცხულ გარდაუვალია რომ ადამიანს კონდეს იმის რწმენა ქრისტეს რწმენა და ყავდეს გულში ქრისტე და იცოდეს რომ გადარჩენილია და მან გადაარჩინა ანუ თუ მას წამს რომ ქრისტემ გადააგვარჩინა და ჩვენი ცოდვებისთვის ეწამა ის არ გააკეთებს
ანუ არა, მაგას თავისთავად არ მომობ, არ შეცოდავს ხო არ მომობ, პავლე მოციქულს ჭეშმარიტად ჰქონდა ქრისტეს წმენა, მაგრამ ამბობს ესეთი ტყუებს, ყეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. მაგრამ მანდ არის კიდე ერთი რაღაც, იდენტიფიკაციის საქმე. თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. საქმე რაშია, იცი რომ ხო არის რომ ცოდვაში ჩვენ ჩავარდებით კი, ცოდვა წაგვიღებს და ჩავარდებით კი არა, მოდი აი ვთქვათ, ვაღე, ხო მაგარი ცოდვილები ვართ ყველანი. აი ისე რატო არ ვსაუბრობთ ხოლმე ამაში ხო მაგარი ცოდვი, ხო ვარდებით ყველანი ცოდვაში რა. გინდათ ერთი დღე ხო, მაგრამ ესეც შესაძლოა არ არის, ვთქვათ, აი ცოდვა არის ისიც რომ რაღაცა მემარხვის დროს რაღაცა. არქნა ანუ ფარისეულ მოხდა იქ ხოთი. არა, მადლობა მებაჟეს არ გავარ მადლობა მკვლელს არქნა არა, მე ჩემი სახელით არ გეუბნები ჩემი სახელით, ანუ მე უბრალოდ რახან შენ სხვები გისმენენ, ანუ ვიცი რომ, ანუ მეც მქონია ეგ მომენტი და დარწმუნებული ვარ, ბევრსაც მქონია. ეხლა აღარ მაქვს. ხო ხდები რას ვამბობ, ანუ აი ის არა, ანუ საზომი არ გეტყვი რატო, ანუ საზომი ლოგიკურ პასუხს გაცემ უბრალოდ მაღაზე და მე რენო სულიერი სარგებელიც ექნება, მაგრამ ეგ შეგვიძლია განვაცოთ. ხო, მაგრამ ხა მკვლელობას ხო შეადარებ თქვა, მკვლელობის ცოდვას რაღაცას. არ შეადარო, ანუ ჰორიზონტალური არ არის საზომი, იცოდე რომ არაზრუს აი მე სხვათა შორის ანუ არაზრუს არ ვფიქრობ რომ მკვლელზე ნაკლებად ცოდვილი არა. რა თქმა უნდა არ ვარ და ფაქტია რომ არ ვარ ისეთ ან ის კი არა რომ მე არ ვფიქრობ და ეხლა თავს ვიმდაბლებ და არა თავის დამდაბლებაში არ არის საქმე, მართლა რომ მკვლელზე ნაკლებად ცოდვილი მიუხედავად იმისა რომ აქტუალურად ესე მოკლული არავინ არ აი შენ იმიტომ რომ უფრო განათლება გაქვს ამ კუთხით, მაგრამ ყველას ხო არ აქვს ესეთი. აი ნახე არ უნდა ამას აი განათლება, აი მართლა რა, აი სალი მართლა გეუბნები. შეიძლება იყო ყოველად განათლებული და ამას მაინც ვერ ვიღე. ეს განათლება და ესენი ანუ მაგაზრამდე რომ მიხვედი, ხო? აი მართლა გეუბნები, გულსვლა გეუბნები, ეს არის მეასე ხარისხოვანი. ხა აი ჩემი განათლება არის მეასე ხარისხოვანი. მან აი მაგას ყველა მიხვდება, ყველა ანუ საბოლოოდ ქრისტესთან ურთიერთობას მაგას მიხვდება. აი ვინც გინდა იყოს, რა საერთოდ თუ გინდა არ ქონდეს ისა რა ქვია, წაკითხulis თავიდან ბოლომდე ბიბლია. არ აქვს მნიშვნელობა. ხო, მაგრამ ეგ რომ მარტივად მისახვედრი იყოს, ბევრად კარგად. არა, მარტივად მისახვედრი არ არის. ღმერთისგან მოდის, ახ საბოლოოდ და ღმერთი ყველა ქრისტიანს მაგას მისცემს. აბსოლუტურად ყველას ღმერთისგან მოდის, მაგას ჩემით არ მივხვდავრა და სხვათა შორის, ანუ მაგამდე მისასვლელად უდიდესი განსაცდელები მაქვს გამოვლილი, მე არ გეუბნები გარე კუთხით მხოლოდ, ანუ თვითონ აზროვნების კუთხით, ანუ როგორც ფიქრის პროცესმაც კი ძალიან განსაცდელში ჩამაგდოს. ხო, ეგ ვიგულისხმე ზუსტად. ხო, აი ხა დავუბრუნდები იმ თემას, რომ ხო, აი ჩვენ ხო ყველანი ძალიან ცოდვილები ვართ და ცოდვაში ვარდებით რა. აი საქმე რაშია, ანუ წამს რო ქრისტემ გადაგვარჩინა და ჩვენი ცოდვების თავი გაწირა. წამს ისა მოგვაცხონებს. გჯერა მაგის? კი, თუ გჯერა მორწმუნეებიო. და თუ ეშმახს ავყვებით და შენ ეს გააკეთე, შენ ესეთი ხარ და შენ ღმერთს არ უყვარხარ და ღმერთი არ მიიღებს და ღმერთი არ მაგას თუ უსმინეთ, მაშინ არა, მაგას თუ უსმინეთ არა, ეგ გვესმენინება, ხო, სუსტები ვარ და ანუ ისა ზემოქმედებს ჩვენზე ეშმაკი ხოლმე, ანუ გვიტევს ეგრე მაგ კუთხით, ანუ ზემოქმედებს გვიტევს ეგრე, მაგრამ ხო, მაგას ხო არ ვიღებთ, ანუ მაგის ხო არ გვწამს, ანუ მაგისტვის ამინის თქმა არ შეიძლება, მაგაზე ამინ არ შეიძლება, ამინ შეიძლება რაზე იცი რომ ერთი მსხვერპლ წირვით სამარჟამოდ სულყო განწმენდილნი ეს ამაზე შეგიძლია ამინ თქვა, იმიტომ რომ წერილში წერია, ბიბლიაში წერია. მაგრამ ეშმაკი რო გეუბნება რომ შენ სცოდავ და შენ ნაღდად ხარ მორწმუნე, შენ მეგონი არ ხარ მორწმუნე და შენ არ ხარ გადაშენილი და ღმერთს არ უყვარხარ, მაგაზე ამინი, აი მაგას რო ამინ უთხრა, მაგას ამინ რო დაეთანხმო, ეგ არ შეიძლება ზოგადად მაგაზე ამინი და ბიჭო, მაგაზე ამინმა იყო რომ იუდას თავი მოაკლევინა. ანუ იუდაზე განათლებული არ ვარ ისე არანაირად ვინმე რო იცოდეს, ანუ არც არანაირი გაგებით იუდაზე განათლებული მე არ ვარ, მით უმეტეს წერილის სოდნაში და მით უმეტეს ისა ქრისტესთან ურთიერთობაში, იმ კუთხით რომ ანუ ის რა ქვია ქრისტეს სახელით სასწაულებსაც იუდა ახდენდა, მე ეგეთი სასწაულები მოხდენილი არ მაქვს. ანუ რა ყველებს აღადგენდა და ეშმაკებს დევნი და მაგისგან ისა რა ქვია შორს ვარ. არა, 1-2 ეგზორციზმი გვაქვს ჩვენ ჩატარებული, ხა კი ვიცით, მაგრამ ხო, მაგრამ იესოს სახელით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო ისა მაგამინმა იყო რომ დაღუპა იუდასე, რომ თუ გვწამდეს და თუ ეჭვი გვეპარება და არ იყო ქრისტეს საკმარისი და მთლად ყველა ცოდვა არა იყო და მთლად კარგად ვერ გაწირა ჩვენით ისა ჩვენთვის თავი მან თუ ვართ, მაშინ ჯერ წმენაში არ ვართ რა და ვარ წმენაში, ვინც არის წმენაში, დაწეროს ამინ იმაზე, რომ ერთი მსხვერპლ შეწირვით ქრისტემ სამარაჟამოდ სულყო განწმენდილი, მაგაზე დაწეროს კომენტარებში ამინ დაიწეროს. მაგაზე ამინ. და იმაზე იმ ფიქრებზე რა ვიქუი ეშმაკს რა. ხო, ანუ უბრალოდ ის რა იჩდება კითხვა, ანუ შენ საუბრიდან გამომდინარე, იჩდება კითხვა მაშინ, ანუ როგორ უნდა იცხოვროს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, ანუ
ის 10 მცნება, რაც ის წერია, ესე იგი არაფერი აღარ არის უკვე. всё, აღარაფერი აღარ არის, დაიწყო ახალი აღთქმა. წმენაზე დაფუძნებული. ორი მცნება მაქვს, გიყვარდეს მოყვას, გიყვარდეს ღმერთი შენი და გიყვარდეს მოყვას. სხვა მცნება არა მაქვს. ნახე, იმიტომ რომ ყველაფერი მაგაშია გაერთიანებული, ყველა მცნება. ნახე საქმე რაშია. ანუ შენი აზრით არსებობს ადამიანი, ვისაც 10 მცნება აქვს დაცული, სალი? ვერ იარსებებს. ერთს მაინც დაარღვევს სურო ყველა. აი, მე მგონია რომ ყველას არღვევს, მაგრამ ანუ მე მგონიას აქ ცოტა ცუდი, მე ჩემი და დავამტკიცო იქ, მაგრამ რომ ყველას არღვევს ადამიანი, მაგრამ საქმე რაშია იცი რომ აი ხო, პავლე ხო ამბობს რომ რა არის ჯული მოიცა ცოდვის შესაძლებლობა და ჯულით რა მოხდა, მადლი გამრავლდა, იმიტომ რომ ჯულით ცოდვა გამრავლდა და ცოდვით მადლი გამრავლდა და ესა ასე მე ქრისტიანი ჩვენს გამო თავი გაწირა და საქმე იმაშია რომ საწყისი ზოგადად, აი თვითონ საწყისი, ყველაფრის საწყისი, ვინ არის, ღმერთი არის საწყისი. და საწყისის მიღება, ანუ ისე ვინ საწყისში დაბრუნება და გაერთიანება არის, ყველაფერი საერთოდ აბსოლუტურად ადამიანისთვის და ისე რომ იცოდე, ადამიანი საქმეს აკეთებს სიკვდილის მერეც, ანუ ადამიანი რო ყდება, იქაც მოქმედებს, ანუ მოქმედება არ წყდება, მუდმივ დინამიკაში ქმნილობა, ეს ყოველთვის ესეა, მუდმივ დინამიკაში, ანუ მოქმედება და პროგრესი და განვითარება არ წყდება არასდროს. ასე რომ, აი გამოცხადების წიგნი სხვათა შორის სიმბოლურ ენაზე რაც არის აღწერილი, იქ გარდაცვალების მერე ადამიანს განუკუთვნებდა, კიდეს ანუ საქმეებს აძლევდა, ანუ ამ შემთხვევაში საქმეები და პავლე ამბობს, რომ ეგ ღმერთისგან მოდის, მაგის აკეთების შესაძლებლობა ადამიანს ჰქონდა ანუ იმიტომ რომ მუდმივად მოქმედებს ადამიანი ღმერთის წყალობით, ასე რომ კაი, ერთი რო წაკითხო კიდე და დავამთავროთ თუ კიდე ამას საუბარი. აი ისევ იაკობის რწმენა საქმის გარეშე მკვდარიასთან, აი მანდა ისეთი. ჩემო ძმებო, რა სარგებელია თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია, განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა? ნეო შეიძლება მეც რო ჩავერთო. თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად ასევე რწმენაც თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია. ანუ პირდაპირ, არო, რა ვიცი, სხვა რამე იგულისხმება? კონტექსტი წაიკითხო თავიდან ბოლომდე ეგ თავი და მიხვდები. თავიდან ბოლომდე წაიკითხე. ესა მეორე და მესამე თავი. თუ ერთ მუხს კითხო. აჰა. არა, თავიდან წავიკითხე იაკობის 3 სათაურია რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. არა, კაცო, თავი წაიკითხე თავიდან ბოლომდე. ხო. თავი მეორე პირფერულად მოგცევით ცოდავთ. წაიკითხე თავიდან ბოლომდე. ჩემო ძმებო, მიკერძოებით ნუ გექნებათ ჩვენი დიდების უფლისი იესო ქრისტეს რწმენა. რადგან თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროს ბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილი და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით, შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობას და იტყვით მას. აქ დაბრძანითო კარგად, ღარიბს კი ეტყვით, შენ იქ დადექან და აქ დაჯექ ჩემს ვერხთითო. განა ამით არ განიკითხავთ თქვენ შორის და ბოროტი ფიქრებით განკითხულნი არ გამოდიხართ. ისმინეთ ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა წუთის სოფლის ღარიბები არ აირჩია წმენით დიდრებად და იმ სასუფეველის მემკვიდრეებად, რომელიც მის მოყვარულებს აღუთქვა. ვითი მდიდრებად? ვითი მდიდრებად? წმენით მდიდრებად. წმენით? თქვენ კი დამცირეთ ღარიბი, განა მდიდრები არ გჩაგრავენ თქვენ და წმენით დიდრება და შემდეგ მოხლე ეგ რო წაიკითხე, მე წაიკითხო და ანუ თავიდან წაიკითხე, პროსტა ხელახლა და გაგრძელე, როგორც კითხულობ. გაგრძელე წაიკითხე? ისმინეთ ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა წუთის სოფლის ღარიბები არ აირჩია წმენით მდიდრებად და იმ სასუფეველის მემკვიდრეებად, რომელიც მის მოყვარულებს აღუთქვა. ანუ სასუფეველის მემკვიდრეები ყოფილა, რა საოცი იყო? მითი მდიდარი? წმენით მდიდარი. მაგზე. კი ბატონო. თქვენ კი დამცირეთ ღარიბი, განა მდიდრები არ გჩაგრავენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში. განა ისინი არ გამოვენ თქვენ კეთილ სახელს, რომელთაც თქვენ იწოდებით. თუ ასრულებთ სამეფო რჯულს, წერილის მიხედვით შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, კარგს შვებით. ანუ არ უარყოფს ანუ რჯულსაც, ხო? გააგრძელე. ნახე. მაგრამ თუ პირფერობით ცოდვას იქმთ და რჯული გამხილებთ, როგორც დამნაშავეებს, რადგან ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესწოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება. აი, ანუ გესმით პრინციპი? ერთი
ყველაფერში დამნაშავე ხარ. ანუ იაკობი უნდა წაიკითხოთ, ანუ ეგ იაკობი ბევრს მოყავს და წაკითხული არა. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ გესმოდეთ პრინციპი. ნახე, ერთსაც კი ყველაფერში დამნაშავე ხარ და მე აღძელებს რომ ვინც დაწერა რომ არის მშოღარა ისიც არ დაწერა რომ ანუ მე გაგრძელება აქვს მაგას და ეგრეა. ანუ ცოდვის საზღაური სიკვდილია რო არის ეს განცხადება, მან კონკრეტული ცოდვა არ იგულისხმება. ნებისმიერი ცოდვის საზღაური სიკვდილია. შესაბამისად, მან იაკობი ვერანაირად ვერ მოგიწოდებს შენ რომ გადარჩენისკენ მიდიხარ ჯული საქმეების შესრულებით. მაგას იაკობი ვერანაირად ვერ გასწავლი შენ. ვერანაირად და საქმე ნახე რაში, აი მაგალითს მოყვა, ნახე. მაგალითად ქრისტეს მორწმუნე რო ხარ. აი შენ რო ხარ ცალი ქრისტეს მორწმუნე დაუშვათ და ამას რა მოყვება? ანუ აი ყველა ვარიანტში რაც მოყვება მაგას გეტყვი. აი ისეთ რაღაცას გეტყვი, რაც ყველა ვარიანტში მოყვება. შენ თუ ქრისტეს მორწმუნე ხარ, იცი რამდენიმე რაღაც. რომ შენით ვერ გადარჩები, ერთადერთი გადარჩენი არის მხოლოდ ქრისტეს ალობით, მხოლოდ ქრისტეს ახმარებით, მხოლოდ და მხოლოდ და ნახე რა იცი, რომ იცი ცოდვილი ხარ, იცი რომ ქრისტესგან გადარჩენა გჭირდება, იცი რომ ის ახმარეთმა შენ გამო თავი გაწირა და ანუ ეს ყველაფერი. ეს შენ რას გაძლევს? ანუ ამ შემთხვევაში შენ ეს გაძლევს თამდაბლობას. შენ როდესაც ანუ თამდაბლობას გაძლევს იმ გაგებით რომ შენ როდესაც იცი რომ შენ ვერ გადარჩები და ღმერთი არის შენი გადამრჩენელი, თამდაბლობა არის ის რაც ამ ყველაფერს მოყვება. ანუ ყველა ვარიანტში მოყვება რომ შენ გაქვს თამდაბლობა. ასე ვთქვი, იმიტომ რომ მაგ რეალობის მიმღები ხარ. და მაგაში გულისხმობს, ანუ მაგას როცა ამბობს რომ საქმის გარეშე მკვდარია, ზუსტად ეგ იგულისხმება რომ არსებობს წმენა, ჭეშმარიტი წმენა და არსებობს წმენა, რომელიც ჭეშმარიტი წმენა არ არის. და ჭეშმარიტი წმენა არ არის ეგ არის, ნახე, ანუ მაგალითად სიტყვაზე როდესაც ისა რო აიღო ვინმე რელიგიით, ანუ იუდეველი მაგალითად რომელსაც ამბობს რომ მე ღმერთის მწამს და მაგრამ აგერ საქმეებს ვაკეთებ და ამ საქმეებით გადარჩები, მაგაზე ამბობს იაკობი რომ მკვდარია. იმიტომ რომ მაგრწმენას უნდა მოყვებოდეს იმ რეალობის მიღება, რაც უნდა მოყვებოდეს. ანუ ის, აი მაგალითად მოყვება ის, რომ იცი რომ შენით ვერ გადარჩები. ანუ ეს უკვე მაგას, ანუ ეგ განიხილება საქმედ, რომელიც წმენას ყველა ვარიანტში მოყვება. ხვდები? ანუ მთელი პრინციპი ეგაა. იმიტომ რომ ვინც ერთს არ ღვევს, ყველაფერს არ ღვევს და მორჩა წერტილი მან დამთავრდა. ანუ აი ხე ხომ მიიღე ის რომ შენ თუ ერთს არ ღვევ იმასაც არაკას იმასაც იმას, იმიტომ რომ ვინც ეგ დაწერა ის, იმანაც ის დაწერა. ანუ ხომ მივხვდი, ანუ მის გამოდის ის. ანუ კი ეგ მე ღრმად მაქვს გააზრებული და გეთანხმები ეს პროცენტი. მაგას აი მე გეტყვი, აი ყველა ვარიანტში, ანუ მაგას თუ როგორც მე გეუბნები ისე არ გაიგებენ. ეხა მიხვალ როგორ დასკვნამდე, ნახე, რომ მუსლიმი მაშინ რომელსაც ღმერთის წამს და თან ანუ საქმეებით ცდილობს გადარჩენას, ანუ საქმეებს ეს და ეს და თვლობს რომ როგორც ისა სათავის საქმეების მიხედვით გადარჩება, ანუ მაგას ამბობს იაკობი რომ ეხწოდა. არა პირიქით, ანუ იაკობი და პავლე ერთმანეთს ავსებს. ანუ იაკობი ზუსტად მაგას ამბობს რომ არსებობს რწმენა ჭეშმარიტი, რაც უნდა გაარჩიო, წმენა და მე გეტყვი ერთ რაღაცას. ნახე მე მაგალითს გეტყვი. მე გეტყვი აი როგორ ვარჩევ მორწმუნეს და უწმუნოს. აი როცა ვხედავ ქრისტიანს და რამეს უმატებს ქრისტეს, რომ მე ამას ვაკეთებ, ხომ არა ეს ხო არ უნდა, ამას ვაკეთებ და აგად აი ვიცი რომ უწმუნო, მორჩა. ანუ ხვდები, აი მაგას გულისხმობს იაკობი, ანუ მაგარჩევს და ხო ანუ ეგ ხო ანუ მეც ბევრი ადამიანს გამიგია რომ ამბობს რომ აი რაღაცა მთელი ცხოვრება სიკეთე ვაკეთე და რაღაცა და რატომ დავიმსახურე რაღაც ხო ან ჯანმრთელობის პრობლემა და ასე შემდეგ ხო ბევრს მორწმუნე და მე გეტყვი მორწმუნეს ეხა საქმეს ყველაფერს ვიმსახურებ და მადლობა ღმერთს რომ აი მადლობა უფალს ყოველი განსაცდელი ეგ არის საქმე რომელითაც იაკობი გეუბნება რომ გაარჩევ რომ ეგ არის მორწმუნე და მან ისე მორწმუნის გარჩევაზე არის მანდ ეს კონტექსტი რომ ანუ როგორ გაიგეს რომ აბრამი მორწმუნე იყო ანუ კი მაგრამ ანუ იქნებ კი არა და ესე არ წერია და ესე არც გამიგია ანუ შენ გონია რომ მე იმას გულისხმობ რომ ჩვენ ანუ ჩვენ კი არა და გადავრჩებით თქო თუ ესე მესმის თქო რომ გადავრჩები არა ეგ ღრმად მაქვს გააზრებული მაგრამ მე რას ვამბობ იცი ანუ წმენა არის უპირველესი და წმენა გადაგვარჩენს მაგრამ ამასთან ანუ უნდა ვეცადოთ რაღაცა რომ ისეც ვიცხოვროთ ცოტა სხვანაირად არ არის ეგრე ჩვენი საქმეები იყოს მე მარტივ რაღაცას აღიხსნი ნახე ანუ ჩემი თხოვნა რომ აი ხლა ეს რაღაცა მარტივ ის ინსტანციურ მაგალითს მოვიყვან და გაიაზრეთ ყველა აი მაგალითად ნახე ვეცადოთ აი როცა თქვი სიტყვა ვეცადოთ აი მაგალითად მე ვარ აქ ოთახში და ანუ არსად არ მივდივარ დაუშვათ ეს აი შენ ხო შეგიძლია გადაწყვეტო სიგარეტს მოწევ თუ არ მოწევ თქვათ მაცადე არ შეუძლია ადამიანს ეგ გადაწყვეტოს მაგაზე თუ გინდა რატო იმიტომ რომ არ შეუძლია ანუ ჩვენი სურვილების ის არ გვაქვს არ გაქვს ანუ იცოდე ისე ადამიანები აი ადამიანები ბევრი ადამიანი ხო აუ ვერ ვანებებ თავს და არ მართლა ვენანებებს ანუ ეგ არ არის აი მაგალითად აი ისა ვინმეს რო თამაშის პრობლემა აქვს აი მოთამაშე რო თამაშის სოდაში რო არის
ვერანებებს მართლა ვერანებ. იესო ამბობს მაგას ცოდვის ქვეშ ყოფილი ცოდვის მონა, ანუ მას არ აქვს თავის თავზე კონტროლი. ანუ ეშმაკი არის როგორც პორშე, შენ ხარ მოპედი და გამობმული რო იყოთ ერთმანეთზე აქსელერაცია მეტი აქვს და გაგწევს. ანუ მაგისგან ათავისუფლებს ქრისტე ხოლმე ადამიანს, ანუ ქრისტეში არის ხოლმე თავისუფლება და ადამიანი როცა ვარდება ფოტოში იცოდე რომ მაგას თავის თავზე კონტროლი არ აქვს. მე ვირჩევ, ვერაფერს ვერ ირჩევ და განზრახვას ვერ ირჩევ, ფიქს ვერ ირჩევ, არს ვერ ირჩევ, ანუ ვერაფერს ვერ ირჩევ. ერთადერთი რასაც ირჩევ არის რომ მიიღებ ღმერთს თუ არ მიიღებ. და ანუ ეგ ერთი მაგრამ შეხედე მარტი მაგალითს მოვყვან, როცა ამბობ რომ აი ვეცადოთ, აი სიტყვა ვეცადოთ. აი მოდი აიღო ორი მაგალითი. მე ვარ ოთახში და რა ვიცი, წევა რა და რა ვიცი, წიგს ვკითხულობ ან კინოს ვუყურებ. და არაფერს არ ვუყურებ. ან მეორე ვარიანტი რომ მე ვცდილობ რომ წავიდე ჩრდილოეთ კორეაში. ორივე შემთხვევაში, აი, ვერც ერთ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეაში ვერ აღმოჩნდა. ლოკაციურად ხო ჩრდილოეთ კორეის გარეთ ვარ ყველა ვარიანტში. ანუ ფაქტობრივი მოცემულობა ხო არის ის, რომ მე ჩრდილოეთ კორეაში არ ვარ. გინდა ვცდილობდე წასვლას თუ არ ვცდილობ და ოთახში ვარ, რომ ვცდილობდე ვერ მივდივარ, ჩრდილოეთ კორეაში არ ვარ. ანუ ამიტომ ადამიანი რომ მე არ მიყვარს მაგას საერთოდ ადამიანი რომ ამოვი რომ მე ვცდილობ კარგად გაჩუნდი ჯერ ესეთი მაგაზე ქრისტე ამბობს რომ ეგეთი რაღაცები ჯერ გაჩუნდი ანუ ეგეთი რაღაცები საერთოდ ანუ რომ ამბობს აი მიმარხულებიო ჩვენები ანუ ხებს რა რომ ამბობს ანუ მარხულობა ამაშველი ანუ ხმა რა მოიღო ჭეშმარიტ გეუბნები თქვენ რომ მაგათმა მიიღესო თავისი საზღაური ქრისტე ამბობს მე ვცდილობ კარგად ჯერ ვცდილობ სიტყვას რომ გამოგდის არ გამოგდის თუ არ გამოგდის ანუ რატო იძახე მაგას ვცდილობ ანუ მანდ არის მომენტი რომ აი მე შემომხედეთ მე ამას ვცდილობ და ზოგადად ანუ ცხოვრება ქრისტეს მიერად და ქრისტეში მიიღწევა, რასაც მე გეუბნები იმ გზით. ქრისტეს რწმენით, ანუ ქრისტეში. შესაბამისად, ხო, ანუ ვინმე თუ იქადის, ვითი უნდა იქადოდეს, ღმერთით უნდა იქადოდეს, ასე რომ როცა ვიქადი, ღმერთი ვიქადი და არა რომ აი მე ვცდილობ ამის გაკეთებას ვცდილობ, ამის გაკეთებას არაფერს მე არაფრის გამკეთებელი არ ვარ და პავლე მოციქული ხო იმასაც ამბობს რომ ნება, ესა, ნება სიკეთის გაკეთების ნებაც კი თქვენგან ღმერთისგან არის აღძრული და რავი, მაგას არ უნდა კამათ. ხო, მაგრამ იცი რა არის, აი რა ვიცი, წყალში რო გადავარდებ თქვათ სადღაც და ანუ ისე რა ღმერთო გადამარჩინე ეს რწმენით რო იყო, ანუ თუ ხელი არ გაიქნია და გაანძრია და შენ თავ ანუ ხო ხვდები, ესე მხოლოდ შეიძლება? უხვეწები, აი სალიმო მის მინეკთ ხო. აი მოდი შენ რო ჩავარდე, ღმერთმა დაგიფარო, ჩავარდე წყნარ ოკეანეში შუაში. აი მან გინდა ხელი გაიქნიე, გინდა ხელი გამოიქნიე, გინდა რა ვიცი წყალში სალტო გააკეთე, ვერ გესმის, აი მაგ წყნარი ოკეანის შუა გულში ხარ ჩათვალეთ ჩავარდნილი იმ კუთხით, ანუ ჩვენ ყველანი მარტო შენზე არ ვარ, იმ ცოდს ერთადერთი გადამჭერი მან და არის ღმერთი, ხო, ანუ ქრისტეს გარდა ხელის განძრევა იქ ვერაფრის გამოძრავება ვერ დაგეხმარება, ანუ ეგ ცუდი მაგალითია ისე მე მესმის ანუ ოღონდ ძალიან პრიმიტიული მაგალითია ძალიან ბევრჯერ იყენებენ რომ ისა ანეკდოტივით რო ყვებიან მას აი ღმერთო ხელი გაანძრიო ღმერთმა უთხრა და რაღაცა ხო რაღაც ბევრი მომისმენია მაგალითია მართლა პირველი ისე რომ ისა ჩემი აზრით საერთოდ ანუ ქრისტიანობასთან ეგ არაფერ შუაში არ არის ეგ მაგალითი ანუ მესმის რომ ანუ რაღაცა რა მოწონთ ადამიანებს მაგაში მესმის მაგრამ ანუ ეგ არაფერ შუაში არ არის ჩათვალი ხარ წყნარ ოკეანეში რაც არ უნდა გამოძრავო ვერაფერი ვერ გადახარჩენს ღმერთის გარდა მართლა თუ ღმერთმა არ მოგიყვანა აი მაგის მაგალითს რაზე მიხვდები იცი რომ პეტრემ ჩაიწყო ჩაძიო და იცირება ბიჭო ეს პეტრე და რა მოხდა ვინ გადაარჩინა ვინ ამოიყვანა მაქედან რა ხელი გამოძრა არა ქრისტემ ამოიყვანა მაქედან ვერაფერი ვერ ამოიყვანდა პეტრეს მაქედან აი ვიცოდეთ რომ ვერაფერი ვერ ამოგიყვანს ვერაფერი ვერ ამოგიყვანდა ვერასდროს ქრისტეს გარდა და ვინც მაგას მიიღებს არის ქრისტეში ანუ შენ ამბობ რომ ესე შესაძლებელია ხო მოდი ვთქვათ რომ ბევრი ადამიანი მინახავს 30 წელი ეწეოდა და დაანება თავი მოწევას ან თამაშობდა და გამოსწორდა ანუ მაგრამ შენ ამბობ რომ ეს ანუ ეს შედეგი დადგა მხოლოდ ქრისტეს გამო ქრისტეს რწმენის და ან თხოვნის ასე შემდეგ მაგის გამო ხო არა ნახე ოღონდ საქმე რაშია იცი მანდ არის ორი ვარიანტი კიდე რომ არიან ადამიანები რომლებიც მას თავში დაანების ეგეც ქრისტესგან მოხდა, მაგრამ თვითონ შეიძლება არც იციან, ეგ ანუ თავისი იმით არ არწმენთან, ანუ ხვეთი დაეხმარება არც იციან, ან მეორე ვარიანტი არის კიდე ეგეც ხდება ხშირად, რომ ეშმაკ კიდე უარეს ეკუთადებს ხოლმე. თუ ქრისტეში არ არის ადამიანი მაგ დროს, ანუ როცა რაღაცა განსაცდელი ტოვებს მოკლედ ადამიანს, ასე რომ ეგ ორი ვარიანტია. ხო, ანუ ზოგადად გათავისუფლების ყოველთვის ღმერთი არის წყარო ბოლოტესთან გათავისუფლების, ან აი ის რომ ისე 7 ბოლოტეს სული და ისა კიდე თავის პროტესტულებს მოიყვანსო ის პროტესტულს და შეიძლება ანუ აი გარი რომ ანუ ეშმაკი განსაცდელს ამზადებს ასე რომ ხო ნუ ეს პრინციპია ისე ნეო თუ ერთი პატარა რაღაცაც რომ პატარა დეტალსაც რო შევეხოთ გონი
კარგი იქნებოდა. ანუ რწმენაზე როდესაც საუბრობთ, ხო? ანუ რწმენას ან ჩვენ ხშირად გვსმენია ესეთი ფრაზები: ღმერთი წამს და ღმერთის წამს. ანუ თითქოს ერთი და იგივე შინაარსს ატარებს, მაგრამ სინამდვილეში არის პრინციპული განსხვავება. იაკობი რაზეც საუბრობდა, ხო? ანუ ამის გაგებაში კარგად დაგვეხმარება. ანუ ღმერთი წამს შეიძლება თქვას სატანის თმას, ხო? ვისაც საერთოდ ანუ ღმერთის წინააღმდეგ იბრძვის და ან საერთოდ საპირისპირო პოზიცია უკავია. მაგრამ ღმერთის წამს ეს არის უკვე როგორი მდგომარეობა. ეს არის არა პასიური რწმენა, არამედ აქტიური რწმენა და ეს მინდა რომ უფრო გასაგები იყოს და მგონი გამარტივებს ბევრი მუხლის შინაარსის გაგებას. აი აქტიური რწმენა გულისხმობს შემდეგ რამეს, რომ მე მწამს რომ ღმერთმა რაც გააკეთა, რომ აი გადარჩენას რაც შეეხება, ხო, ან საკუთარი თავი რომ სიცოცხლე რო გაიხო. ეს მე არ დამიფსახურებია არანაირად ჩემი საქმეებით. ანუ წყარო საიდანაც მოდის ჩემი გადარჩენა, არის ჩემგან დამოუკიდებლად. ანუ ეს არის მადლი, ხო? აი რაც წაიკითხა ნეომ. ანუ მადლით როცა მოდის, აქ უკვე რწმენა საქვს შემდეგი შინაარსი, რომ მე მწამს რაც გააკეთა ღმერთმა და ამ რწმენით ვემორჩილები. ანუ მორჩილებაში აქ იგულისხმება არა ის, რომ ჩემგან ან ჩემი საქმეებით მოხდეს გამოხსნა. ანუ რაც საჩუქარია რო თქვა, რომ ჩემი საქმეების გამო მივიღე, ხო, ეს საჩუქარი. ანუ ჩუქებელის უსებ ჩაღეწევი ვემორჩილები იმაში, რომ მართლა მისგან არის გადარჩენა და არა ჩემი საქმედან. ანუ მაგაში კი. ხო, ოღონდ აქ მეორე მომენტიც არის, რომ განა ეს საქმეების მნიშვნელობას აუქმებს, იმიტომ რომ მადლი ხო რისთვისაც გვეძლება, ანუ ამავე მუხლები, შემდეგი მუხლი, რასაც ამბობს, ხო? არის ხო, ანუ საქმეთაგან არ არის გადახსნა, რომ არავინ არ დაიკვეხნოს, ანუ წყარო არ არის საქმეები, მაგრამ საქმეები არის მიზანი, რისთვისაც გვეძლება საღვთო მადლი და ამას უკვე შემდეგ მეათე მუხლი ამბობს. ანუ საქმეები ამ შემთხვევაში ატარებს რა შინაარსს, რომ ეს არის არა მოპოვების ხსნის, არამედ უკვე მიღებული ხსნის გაფრთხილებისთვის. ანუ პავლე მოციქული ამას უწოდებს სინერგიას. ანუ როდესაც ადამიანი თავისი მორჩილებით და ნებით იღებს ღვთის მადლს. ანუ мотивация არის აქ ესე ვთქვათ მთავარი კომპონენტი. და ერთ რამეს ვიტყვი, ანუ ხო მაგაზე არ მიფიქრი, ანუ არ მიფიქრია, არა ვიცი ეგ რო ვერ ხდება, ხო, ანუ ისა ვისაც აზრის გამოტანის პრობლემა აქვს, ანუ მე ახლა მე ეგრე ვფიქრობ, რომ ანუ საქმის კეთებაც უდია, კაი საქმის კეთება არა ბიჭო, არა ცუდი. მაგას არის. აი, ბევრად მაღალ დონეზე არის ახლა შევა, ბევრად მაღალ ისა იმაზე მიმდინარეობს, არა, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია, სახარებას რო ახარები ეს წელში აშველი, გაჭირების დაეხმარები, სიყვარულზე შენ აპატიო ყოლა ხო ნიჩი. აი, საერთოდ ხუიაყოჩი და მაგრამ უბრალოდ ღმერთისგან მოდის, აი ვერავის ვერაფერს ვერ აპატიებ ქრისტეს გარეშე. აი მაგაზე აი პირობას ვაძლევ ყველას რომ ვერავის ვერაფერს ვერ აპატიებ, პატარა ნაკაწრსაც კი, იმიტომ რომ ქრისტეს გარეშე შენ თუ ვერ გაიგერო, შენ გეპატია ყველაფერი ღმერთისგან. არჩინ არ გექნება იმის ზალა, რომ სხვა საპატიო, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე მაგის გამოდით ეგ ისა პატიების სურვილიც მოკლედ ყველაფერი. ასე ხო, იგივე ტალანტების იგავი რო არის, ხო, ტალანტების არის უბრალოდ ვენახის მუშაკების, რომელსაც აი ტალანტებს აი სხვადასხვა დროს მოდიან, ხო, ადამიანები ან დილას მოსულსაც, შუადღეს მოსულსაც და აი ხო, ანუ მაგას
ესე პირდაპირ შეხედო, აი ღმერთი მაგარი უსამართლო გამოდის, აი აი მე ვერ დევანდელი. ხვდები რატო პირიქით არ მე რატო ვერ ხვდები იცი რომ აი მაგალითად ეგიგავი რომ მოუყვე სხვასაც რა ანუ ისა კაცმა დაიქირავა მუშები და ანუ სხვადასხვა დროს აი ზოგი ისა რა ქვია ერთ დროს ზოგი და ანუ ეს დროში მომენტები არის აი მიყოლებით ერთმანეთზე რა ანუ ესენი ადროს მე მოგვიანებით ესენი რომ დაიქირავა პირველი ისინი ვინც დაიქირავა პირველი მევენახეები ამ მევენახეებს გაურიგდა დევთავდა წინასწარ კონკრეტული თანხა შესთავაზა რაღაცა მოდი ლარებში გადავიტანოთ აი შესთავაზა ამათ მოდი მევენახებს უთხრა აი 1000 ლარს მოხცემთ და ეს გააკეთეთ და მე რამდენიმე საათის მერე კიდე სხვა მევენახეები დაიქცა 1000 უთხრა თქვენს 1000 ლარს მოხცემთ და ესაა ის მერე გააკეთეთ მე კიდე უთხრა 1000 ლარს მოხცემთ და ბოლოს კიდე აი საერთოდ ბოლოს ისეთ მევენახებს უთხრა იმათ საერთოდ ძალიან ცოტა ხანი მოუწიათ იმათ მუშაობა რაღაცა რამდენიმე ისას 1 საათი სულ რაღაცა და იმათ უთხრა თქვენს 1000 ლარს მოხცემთ ანუ 1000 ლარად გაურიგდა ყველას ამ ინდივიდუალურად ყველას 1000 ლარზე გაურიგდა და პირველ საათზე მოსულებმა რო ნახეს ბოლო საათზე მოსულები რო ერთი და იგივე საფასური მიიღეს ას ქვია რატომ მიიღეთ მოიცა პასუხი 1000 ლარზე ხო გაგირიგდი შენ რა გინდა მეც თუ იმას იმდენს მივცენ რამდენსაც მე მინდა მივცემ ხო 1000 თუ მინდა იმასაც 1000 მივცემ თუ მე რო კეთილი ვარ და მე რო გულკეთილი ვარ მაგის ხულს კალკულირება ეხლა მე რო დავიქირავო ვიღაცა მუშა და რო უთხრა რომ მოდი ეხლა 500-ს მოხსენ თუ ამას და ამას გამიკეთებ და გამიკეთოს და მე ხუჩაში ვიღაცას პროსტა მივცე 500 ლარი და რომ მითხარ რას გვია მეც 500-ს მოხსენ რა გინდა რას შენ ხო გაგიგრიდი 500 ანუ ეგ პრინციპი არის ანუ პირიქით მაგ გაგება აი მანდ გაგება არის აი რო გაუგებრად არიან რომ ისო არესმით რომ რატო რა იმიტომ რომ ანუ არც მათი ის რომ იმათმა რომ იქ იმუშავეს ეგ იყო იმის დამსახურება რომ იმან დაიქირავა ანუ მთელი თემა ეგ არის რომ მან მის სამუშაო არეალი ანუ თემა ის რომ სწავლება რომ საქმე ადამიანს ეძლევა ღმერთისგან და არა ღმერთისგან დამოუკიდებლად ადამიანი საქმეს აკეთებს იმის რომ გადარჩეს ეს არის ისლამი ეს არის იუდაიზმი ეს არის რაღაცა ლეგალიზმი ეს არის რა ვიცი კი ანუ სამართლობაზე ამ შემთხვევაში მე გულისხმობ ადამიანური პერსპექტივიდან იმიტომ რომ თუნდაც აი შეთანხმება იყოს ადამიანის სამართლიანობა აი თვითონ ესაიაც ახლა რასაც ადარებს კაცთა სიმართლეს ნუ სიტყვას აღარ გამოვიყენებ უბრალოდ ცოტა ისეთ ჟღერს მძიმედ ანუ არა ჰიგიენური რაღაცა ჩასასმელსა და არის მოკლედ და ხო ადამიანური ეს სიმართლე არის ეგ მომენტი რომ აი შურის მომენტიც არის რომ მე რა რო შეუთანხმდა მე რა რო რაღაცა სხვადასხვა დროს მაინც აი სხვადასხვა საქმეში რატო მისცა სხვადასხვა თანხა შური რა არის როქში რომ ვითხრათ ან ნუ მაქსიმე აღსარებლის განმარტებას თუ გამოვიყენებ აი წუხილი არის სხვის სიკეთის გამო ხო და კაი ხო ანუ ამ ხო და ანუ ეგ არის რომ აი საქმეებზე როცა არის საუბარი ხო აი გადარჩენაში საქმეებს აქვს არა აქვს ამ შემთხვევაში დამსახურებითი როლი საქმეებს აქვს უკვე მორჩილებითი როლი რომ რაც უკვე ირწმუნე და რაც ღმერთმა მადლი მოგცა ეს მადლი რომ ამ მადლის მიღებაში რომ სინერგია მადლის მიღების პროდუქტი არის მოკლედ ხო კი ანუ ნებაც ამ შემთხვევაში ანუ მორჩილების პრინციპზე არის აგებული ანუ როლი აქვს როგორც საქმე საჭიროა ესე იგი და ნახე საჭიროს მნიშვნელობა უნდა იყოს გაგებული საჭირო არის როგორც მიზანი ანუ ღმერთი რისთვისაც გვაძლევს მადლს რომ აი მადლით ხართ გამოხსნი ანუ გადარჩენილი როცა ამბობ არა გადარჩენისთვის საჭირო უბრალოდ როგორ იქნება ისი რომ ეხლა რო თქვა რომ აი მაგალითად საჭირო არის რომ ისა რა ქვია ჩავიდე წყალში დაუშვათ მე რო ვთქვა რომ საჭირო არის რომ ჩავიდე აუზში და მე შე რომ დაამატო მაგას რომ საჭიროა დასველდე არა აუზში რომ ჩავალ სველდე ანუ ის არის რა ქვია პროდუქტი არის რომ დავსველდი ანალოგიურ თემაა რომ ანუ რომ რწმენის პროდუქტი არის ამ შემთხვევაში საქმე თუ რამე საქმეს კაი საქმეს თუ ვაკეთებთ ადამიანები ნაკლებად მაგრამ თუ რამე კარგი გვაქვს საქმეს თუ ვაკეთებთ უბრალოდ არის ღმერთის მოქმედება ანუ ღმერთი მოქმედებს ამ ჩვენში მეტი არაფერი არ ხდება მართლა მეტი არაფერი
ანუ საქმესთან ესე რომ ვთქვათ, ადამიანის პასუხისმგებლობა არის არა ის, რომ თავისი ძალით რომ რამე ეცადა და გაეკეთებინა, იმიტომ რომ ეს თვითონ შინაარსზე წინააღმდეგება, რასაც პავლე ამბობს. საქმეში აქ იგულისხმება, რაც უკვე მომცა ღმერთმა უსასყიდლოდ, ამისი მიღება. ანუ ეს არის უკვე წმენდა, ოღონდ ისეთი რწმენა კი არა, რომ აი წამს რო ღმერთი არსებობს, როგორც აი სატანისაც შეიძლება სწავლის. ხო, ანუ ეს არის უფრო დაჯერება, ანუ ვუჯერებ ღმერთს, ანუ წმენას ამ შემთხვევაში ეგ დაჯერების შინაარსი აქვს და ეგ კვანძიც უკვე გახსნილი არის, ანუ საქმეს რა როლიც აქვს ამ პროცესში უკვე. ხო, აი არ ვიცი, ეს მესამე თავი მაინც ამას ფალი ესე ადვილად ვერ გაიგები, რომ იცოდე, იცი რატო? ანუ ეს არ არის რაღაცა, ანუ უფრო ადვილად გაიგებ კვანტურ ფიზიკას. და გეტყვი რატო გეუბნები? ანუ ესე ადვილად არ ხდება ამის გაგება, ანუ რამდენიც არ უნდა გიხსნა. ანუ ეგ ცოდნა მიიღება ღმერთისგან, სული წმინდისგან, რომ აი სხვათა შორის მე გეუბნები, მე პირადად აი ეხლა შეიძლება ვიღაცა ძალიან ჭკვიანი მგონი ვარ, მაგრამ თვითონ ეს რომ ძალიან დიდი განსაცდელი გადავიტანე ფიქრის პროცესშიც კი ძალიან ბევრჯერ ჩავარდი განსაცდელში. აი ძალიან რთული იყო ეს პროცესი და უბრალოდ ღმერთისგან ანუ მიიღება ეს ცოდნა.